ევროკავშირის კომისარი კიევს მოუწოდებს აღადგინოს დემოკრატიული გარემო ქვეყანაში. ევროკავშირის ვებგვერდმა ადამიანის უფლებების შესახებ გამოაქვეყნა მემორანდუმი მას შემდეგ, რაც მარტში უკრაინაში კომისარი მაიკ ოფლაერტი იმყოფებოდა. დოკუმენტში რუსოფობიული განცხადებების გარდა კიევის ხელისუფლებაც გაკრიტიკებულია. კომისარი შეშფოთებას გამოთქვავს იმ შეტყობინებების გამო, რომლებიც ეხება სამხედრო სამსახურში ადამიანების გაწვევასთან დაკავშირებულ დარღვევებს, ინფორმაციის მასობრივი საშუალებების შეზღუდვის ფაქტებს და კრიტიკოსების დასანქცირებას უკრაინაში. ის წერს კიევზე ზედამხედველობის და მისი ანგარიშ ვალდებულებების აუცილებლობის შესახებს და მოუწოდებს უკრაინაში დემოკრატიული გარემოს აღდგენისკენ, ისე როგორც ეს გათვალისწინებულია ადამიანის უფლებების სფეროში, საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, ნათქვამია მემორანდუმში. კომისარი ასევე აღნიშნავს ახალ ურთიერთმიმართვებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და სამშვიდობო მოლაპარაკებებს შორის და მოითხოვს სამშვიდობო მოლაპარაკებები წარიმართოს ადამიანის უფლებების სფეროში უკრაინის ვალდებულებებთან შესაბამისობაში, რაც დაკავშირებულია ევროკავშირში მის გაწევრიანებასთან. პოლონეთის მიმავალმა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ევროპელ პარტნიორებს უსაყვედურა, რომ ისინი არ იწვევენ პოლონეთს ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანოებში მონაწილეობისთვის და უბრალოდ ფიქრობენ, რომ ჟეშუვის აეროპორტი, რომლის გავლითაც გადის უკრაინისთვის დასავლური დახმარების 95% და პოლონური ავტომაგისტრალები მათი საკუთრებაა. მე მიმაჩნია, რომ უკრაინელებიც და ჩვენი მოკავშირეებიც უბრალოდ თვლიან, რომ აეროპორტი ჟეშუვაში და ჩვენი ავტომაგისტრალები მათი საკუთრებაა, უფრო სწორად თითქოს მათი საკუთრებაა. მაგრამ ეს ასე არ არის. ისინი ჩვენ გვეკუთვნის. ამიტომ თუ კი ვინმეს რამე არ მოსწონს, ჩვენ მას უბრალოდ დავკეტავთ და დავემშვიდობებით. ჩვენ რემონტს ვაკეთებთ. ჩვენ ვკეტავთ ჟეშუვის აეროპორტს და უკრაინას ტვირთი მიაწოდეთ ზღვით. ცით ან არ ვიცი პარაუტებიდან დააყარეთ, თავად იზრუნეთ. გამოიჩინეთ კრეატიულობა, თუ კი მიგაჩნიათ, რომ ჩვენ არ გჭირდებით. განსაკუთრებული მაგალითია ის ფაქტი, რომ ჩვენ არ მიგვიწვიეს გამხდარიყავით ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანოების ნაწილი, მაგრამ იმავდროულად მიიღეს გადაწყვეტილებები, რომ დახმარების აღმოსაჩენად ჩვენი ტერიტორიას გამოიყენებენ. მე ეს სკანდალად მიმაჩნია, განაცხადა დუდამ. ამერიკის სახელმწიფო მდივანის მარკო რუბიოს ცნობით, შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს ადამიანის უფლებების საკითხში გაეროს სპეცმომხსენებელ ფრანჩესკა ალბანეზეს. დღეს მე ვუწესებ სანქციებს გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს სპეცმხსენებელს ფრანჩესკა ალბანეზეს. ის უკანონოდ და სამარცხვინოდ ცდილობს წააქეზოს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო, რომ მან მიიღოს ზომები ამერიკელი და ისრაელელი თანამდებობების პირების, ასევე კომპანიების და მმართველების წინააღმდეგ. ჩვენ აღარ დავუშვებთ ალბანეზეს გაჩაღებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ომს შეერთებული შტატების და ისრაელის წინააღმდეგ და ყოველთვის დაუჭერთ მხარს ჩვენს პარტნიორებს და მათი თავდაცვის უფლებებს. შეერთებული შტატები განაგრძობს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებას, რომელსაც საჭიროდ ჩაწვლის, რათა უპასუხოს კანონიერ მოთხოვნებს და გავაგრძელებთ ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების სუვერენიტეტის დაცვას, განაცხადა რუბიომ. ნაციონალური გაერთიანების ხელმძღვანელმა ჟორდან ბარდელამ განაცხადა, რომ მარინ ლეპენის ოპოზიციურ პარტიაში საფრანგეთში ჩხრეკა ჩატარდა. დილის 9 საათიდან პარტიის შტაბ-ბინაში მისი ხელმძღვანელობის ოფისის ჩათვლით ტარდება ჩხრეკები, რომლებსაც ატარებენ 20 ჯავშანშილეთში გამოწყობილი შეიარაღებული პოლიციელი ფინანსური ბრიგადიდან, 2 მოსამართლის თანხლებით. ამოიღეს მთავარი ოპოზიციური პარტიის ყველა ელექტრონული წერილი, დოკუმენტები და ბუღალტერიული მასალები. ამასთანავე ჩვენ ახლაც არ ვიცით კონკრეტულად რაში გვადანაშაულებენ. ეს უპრეცედენტო საჩვენებელი აქცია აშკარად არის დევნის ახალი ტალღა, თავდასხმა პოლიტიკურ პლურალიზმზე და ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილების პრინციპებზე, განაცხადა პოლიტიკოსმა. ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტერ პაველმა განაცხადა, რომ რუსეთთან დაუსრულებელი ბრძოლა შეუძლებელია და დაუშვა, რომ თანამშრომლობა შესაძლოა აღდგეს. რუსეთთან დაუსრულებლად ბრძოლა შეუძლებელია. ასეთი მიდგომით დიდი ალბათობით ყველა ჩვენგანი უზარმაზარ ადამიანურ მსხვერპლს მიიღებს. ჩვენი ეკონომიკები კი სერიოზულად დაზიანდება. ჩვენ გვინდა და უნდა დავიწყოთ კიდეც რაღაცით. ჩეხეთის მეთაურმა აღნიშნა, რომ რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე ფაქტობრივად შეუძლებელია.
ჩვენ გვესმის, როგორია რუსეთის სამხედრო სიძლიერე და ვაცნობიერებთ, რომ ტერიტორიიდან მისი განდევნის იოლი გზა უზარმაზარი მსხვერპლის და ნგრევის გარეშე არ არსებობს. ასეთი სამხედრო და ადამიანური პოტენციალის ქვეყნის დამარცხება უკიდურესად რთულია. პეტერ პაველის თქმით, ჩეხური საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ურჩევნია რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს და უკრაინას შორის ომის დასრულების შემდეგ ევროპამ დიალოგი უნდა გახსნას მოსკოვთან ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის საკითხებზე, ასევე ნდობის აღდგენასა და ახალი შეთანხმების გაფორმებაზე ძველების ნაცვლად, რომელთა ვადაც ამოიწურა. New York Times-ი წერს, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები თავის მიზანს უახლოვდებიან და მალე გაათავისუფლებენ დონეცკის რესპუბლიკის მთელ ტერიტორიას უკრაინელი მებრძოლებისგან. გაზეთის ცნობით კონსტანტინოვკა, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს მოცემულ რეგიონში, უკრაინული ქვედანაყოფების მომარაგებაში ამ მომენტისთვის რუსეთის არმიის მჭიდრო ალყაშია მოქცეული. ქალაქის სამხრეთის კარია იმ ქალაქების ჯაჭვში, რომლებიც დონბასში ბოლო მსხვილ თავდაცვის ზღურბს ქმნიან. თუ კი ის დაეცემა, მაშინ ჩრდილოეთით მდებარე თითქმის ყველა ქალაქზე რუსულ უპილოტო თვითმფრინავებს წვდომა გაუჩნდებათ. ეს კი მოსკოვს თავის ძველ მიზანთან, მთელი დონბასის გათავისუფლებასთან დაახლოვებს. შექმნილი ვითარება არსებითად ართულებს უკრაინული არმიის მებრძოლების მდგომარეობას და მათ გადაადგილებას ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის, წერს გამოცემა.